ეთერში განთავსდება. ატომახულად საუბრობდა პირდაპირ ეთერში მადლობთ ნატო. ყველაზე ხალხმრავალი ადგილები თბილისში დღეს ის სავაჭრო ცენტრები იყო, სადაც მოსახლეობა კომპიუტერის შეძენის სურვილით მივიდა. თუმცა კომპიუტერი განმადებით ყოველთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. მთავარი ბარიერი ბანკი იყო, რომელმაც მსურველთა დაახლოებით 40% კრედიტის გაცემაზე უარი უთხრა. საპილოტო პროგრამა დღეს დაიწყო და არ არის გამორიცხული მასში ცვლილებები შევიდეს. ალტასა და ალგორითმის სავაჭრო ცენტრებთან რიგები დილიდან დადგა. ხალხი მაღაზიებში კომპიუტერის განვადებით შესაძენად მივიდა. დღეიდან განათლების სამინისტროსა და ინტელის პროექტი IAPI კომპიუტერი ამოქმედა. შეთანხმების მიხედვით, ინტელის IAPI ტექნიკა ორწლიანი განვადებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს. გადასახდელი თანხა დღეში ლარიდან 4 ლარამდეა. იმის დამიხედვით, თუ რა ღირებულების პროდუქტში არჩევს მსურველი. პროექტი გახლავთ კორპორაცია ინტელის ინიციატივით. ჩვენ როგორც კორპორაცია ინტელის პრემიერ პროვაიდერები საქართველოში წარმოქმნილი ვართ ამ პროექტში, ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენთან ერთად ალგორითმის იღებს მონაწილეობას. ამ პროექტის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ კომპიუტერული კომპანია ალდა, ალგორითმი და ტაო პრივატ ბანკი. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ქუჩიდან მაღაზიაში შესულ მომხმარებელს მთელი დღის განმავლობაში არჩევანის გაკეთებაში მაღაზიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. ტექნიკა საკმაოდ ბევრნაირია წარმოქმნილი ამ პროექტში. ნოუთბუქები საკმაოდ დიდი არჩევანია და სხვადასხვა ბრენდები კიდევ ჩაერთვებიან. საქონელთან ერთად წარმოქმნილი არის ფასები და აღწერილობები. ფასებთან ერთად მითითებული არის როგორც გასაყიდი ფასი, ასევე განვადების შემთხვევაში დღეში გადასახდელი თანხა. მთავარი სირთულე კი დღეს სწორედ კომპიუტერის არჩევის შემდეგ იწყებოდა. სასურველი ტექნიკის სახლში წასაღებად მყიდველს მაღაზიებში ტაო პრივატ ბანკის წარმომადგენლებისაგან კრედიტი უნდა მიიღო. რიგში მდგომების ერთ ნაწილს დღეს ცეცხლი არ დაუმტკიცეს. ტაქსის მშობლებს არ ვაძლევთ, მოქალაქე არ ახავე. წინასაღებად ძვირია 20%. გამომიშოს უარით, რადგან ვერ დავაკმაყოფილა მათი პირობები. მომთხოვეს 50%-იანი გადახდა. და რა ვიცი, ხელფასწრებაც არ დააკმაყოფილა, ანუ გამომიშოს უარით. აი შევიძინე ეს კომპიუტერი. ჩვეულებრივად შევავსე განაცხადი და დამემტკიცდა. პატივცემულო მომხმარებელო, თქვენი განაცხადი დაკმაყოფილებულია ცეცხლის თაობაზე. მყიდველების უკმაყოფილების მიუხედავად ტაო პრივატ ბანკში თვლიან, რომ პროექტისათვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები შექმნეს. განვადებას რამდენიმე კატეგორიის მყიდველი, მათ შორის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში მყოფი პირები ვერ მიიღებენ. განმარტებები დღეს ამ თემასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმაც გააკეთა. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ საპილოტო პროექტში მალე შესაძლოა სხვა ბანკებით ჩაერთონ, რაც კომპიუტერთა შეძენის მსურველებისათვის პირობებს გააუმჯობესებს. არანაირი შეზღუდვა ბანკებზე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ლიმიტი, რომ კომპიუტერი დღეში რაც სახელმწიფოს მოთხოვნა იყო, უნდა იყოს ან 1 ლარი საბაზისო, თუ ადამიანს აქვს სურვილი რომ კონდეს ძალიან თანამედროვე კომპიუტერი, შეიძლება გაიზარდოს 4 ლარამდე. ეს კომპიუტერი ღირს თვეში 30 ლარი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ძალიან მცირე შემოსავალი, მაშინ ჩვენ უარს არ ვეუბნებით, ხოლოდ რომ ცოტა მეტი იყოს მათი თანამონაწილეობა და შესაბამისად თავისი ყოველთვიური შემოსავლით რომ შეძლონ ამ ცეცხლის მომსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლები არ მიცემს უბრალოდ იმის საშუალებას, რომ ყოველთვიურად გადაიხადოს და ჩვენც რა თქმა უნდა ვერ დავაფინანსებთ ისეთ ხალხს, წინასწარ თუ გვეცოდინება, რომ ისინი გადამხდელები არ იქნებიან. IAPI განვადების პროგრამით დღეს ტექნიკა 9 სავაჭრო ობიექტში იყიდებოდა. მაღაზიების პირველადი მონაცემები ცეცხლის გაცემის მკაცრი წესების მიუხედავად, დღეს კომპიუტერი კრედიტით მყიდველთა დაახლოებით 60%-მა მაინც მიიღო. დაახლოებით 60%-ს მომიმსახურეთ, მაინც ასე თუ ისე. ყველაზე გაგრძელდება ეს აქცია დიდი ხანი, იმედია დავაკმაყოფილებთ ყველა დონის მომხმარებლის მოთხოვნებს, ჩვენი მიზეზით და სურვილიც ეს არის. განათლების სამინისტროსა და კომპანია ინტელის პროექტი IAPI კომპიუტერი ყველასათვის 1 წელი გაგრძელდება. ალტაში და ალგორითმში აცხადებენ, რომ რიგებში დგომა არაა აუცილებელი. ტექნიკა მომავალი თვეების განმავლობაშიც უპრობლემო